სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა შინდისში, ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს, არც ერთ ობიექტს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არ ჰქონდა გავლილი. ყველა მათგანი დაჯარიმდა და საქმიანობაც შეუჩერდათ. მარიამ მელაშვილი გეამბობთ. ქვეყნის მასშტაბით დალუქულია ცხოველთა 3 არალეგალური სასაკლაო. შინდისში საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ობიექტში არაჰიგიენურ პირობებში იკვლევოდა ცხოველები. სასაკლაო წესების დარღვევით მუშაობდა. ამოღებულია 200 კილოგრამის საქონლის ხორცი, რომელიც დაილუქა და განადგურდა. არალეგალურ ცხოველთა სასაკლაოზე ქრონიკის გადამღები ჯგუფის გამოჩენამ ობიექტის მფლობელი გააღიზიანა. არალეგალურ სასაკლაოებში დარღვევები გამოვლენილია ზესტაფონსა და ვანშიც. აქაც სრულიად შეუსაბამო პირობებში იკვლევოდა საქონელი. ამოღებულია საეჭვო წარმომავლობის ხორცი. ინსპექტორებმა ობიექტები დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს. არც ბიზნეს ოპერატორად რეგისტრირებული და არც მიკვლევად პროდუქციას არ გადაამუშავებდნენ. შესაბამისად, ჩვენი უფლებამოსილი პირების მიერ საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხორცი სათანადო წესით განადგურდა. როდესაც ეს ეხება მაღალი რისკის საწარმოებს, ანუ საწარმოებს, რომლებიც ცხოველური წარმოშობის სურსათს აწარმოებიდან გადაამუშავებენ, პირველ რიგში უნდა იყვნენ აღიარებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. უნდა აკმაყოფილებდნენ ჰიგიენის ზოგად და სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც კანონმდებლობით არის გაწერილი, მათ უნდა ჰქონდეთ დანერგილი შიდა კონტროლის სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ მუდმივად წარმოებული პროდუქციის ყველა პარტია იყოს უვნებელი და მისაღები ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. გადაუმოწმებელი პროდუქტის მოსახლეობამდე მიტანა ადამიანის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ამას ექსპერტები ამბობენ და სააგენტოს მხრიდან კონტროლის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ჯამში 1035 ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც 80 დარღვევა გამოაშკარავდა. თუ არარეგისტრირებული საწარმოები არის, ეს ვერ კონტროლდება და პოტენციურად ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო სურსათი იქნება იქ. კონკრეტულად ამ შემთხვევაში უკვე ხორცი ძალიან დიდი რისკის მატარებელია, რაც უფრო მეტი ესეთი შემთხვევა იქნება, რომ ასე თქვა აეკრძალოთ და ფუნქციონირება და მუშაობა მსგავს საწარმოებს, რომლებიც ერიდებიან ასე თქვა წესებს და ნორმების ქვეშ მოქცევას, ძალიან კარგი იქნება ეს. სურსათის ეროვნული სააგენტო დარღვევების გამოსავლენად სახელმწიფო კონტროლს ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.